რა მოხდება შენს ორგანიზმში თუ 3 კვირის განმავლობაში შაქარს არ მიიღებ? რა მოხდება და ცხოვრება გახდება უფრო მარტივი და უკეთესი, გაიცინებ უფრო ადვილად, მუსიკას იგრძნობ უფრო მეტად და იქნება ემოციურად უფრო მდიდარი, მოტივაცია გაგიუმჯობესდება, საკვებს გემო მიეცემა, ხილი მოგეჩვენება უფრო ტკბილი. ეს ყველაფერი მართლა ასე იქნება, რადგან შაქარი ზრდის დოფამინის დონეს. მხოლოდ სიტკბოს შეგრძნებაც კი, როგორც კი რამე ტკბილს ჭამ, ის დოფამინის დონეს ზრდის თავის ტვინში. დოფამინი სიამოვნების განცდას განიჭებს და ამას დამატებული სწრაფი გლუკოზა და შაქარი გლუკოზად გარდა იქმნება, დამატებული ინსულინის სპაიკი, ინსულინის მომატებული დონე, როცა შენ შაქარს ჭამ, ეს ყველაფერი ერთად მოქმედებენ დოფამინზე. დოფამინი არის ჩვენი მთავარი ჯილდოს სისტემა ჩვენს თავის ტვინში, რომლის გააქტიურებაც იწვევს სიამოვნებას და შენ იღებ სიამოვნებას არაფრისგან, უბრალოდ ტკბილისგან. და როცა რეგულარულად შაქარს მოიხმარ, შენი თავის ტვინი სწავლობს, რომ სიამოვნებას მიიღებს დაუმსახურებლად ამ შაქრით და ბუნებრივი ჯილდოების შეგრძნება და ბუნებრივ ჯილდოებზე რეაგირება მცირდება. აი ზუსტად ეს ხდება ნარკომანიის შემთხვევაში და გემბლინგის დროსაც კი, როცა ადამიანი რაღაცაზე დამოკიდებული ხდება ნებისმიერ რამეზე, დოფამინის სისტემა აქტიურდება და მერე სხვა ბუნებრივი სიამოვნებები გეჩვენება ნაკლებად, ნაკლებ სასიამოვნოდ და შაქარზეც ზუსტად ასეა. და როგორც კი შაქრის მიღებას შეწყვეტ, შენი დოფამინის სისტემა იწყებს რეკალიბრაციას და თანდათანობით უბრუნდება ნორმას და ხასიათი სტაბილურდება, მოტივაცია იზრდება და ტვინი უკეთესად რეაგირებს ჩვეულებრივ, ბუნებრივ სტიმულებზე და ადვილად იღებს სიამოვნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ როცა ვამბობთ შაქრის ამოღებას, ჩვენ გულისხმობთ, რომ არ მიიღებთ თაფლს, არ მიიღებთ ტკბილ სიროფებს, არ მიიღებთ სუფრის შაქარს, არ მიიღებთ ტკბილეულობას, არ მიიღებთ კამფეტებს, არ მიიღებთ შოკოლადს, არა ნამცხრებს და არა კოლა და ესეთ შაქრიან სასმელებს. არც შაქრიან ყავას და არც შაქრიან ჩაის. არც ერთს. რისი მიღება შეიძლება ხილი ბოსტნეული ჩვეულებრივ, პური შესაძლებელია, კარტოფილი შესაძლებელია. ანუ ბუნებრივად რაც შეიძლება რომ მიიღო და რასაც პირდაპირ დამატებული შაქრები აქვს, ისინი არ უნდა მიიღო. ეგ არის მთავარი აზრი. მეორე რაც მოხდება შენს ორგანიზმში, როცა შაქრის მიღება შეწყვეტ, არის რომ შენი მუცელი დაიწყებს დაპატარავებას და ნელ-ნელა უფრო შემცირდება, დარბილდება და ის გამობერილობა და შებერილობა რაც ადამიანებს აქვთ ხოლმე და მუცელი რო ეზრდება, თუ განსაკუთრებით როცა ბევრს ჭამენ, აი ესენი შემცირდება და თვითონ მუცლის ცხიმიც დაიწყებს შემცირებას. რატო? ინსულინი არის ერთ-ერთი მთავარი სიგნალი ჩვენს ორგანიზმში, რაც ეუბნება ორგანიზმს, რომ მიდი ცხიმები დააგროვე და როცა შაქარს ჭამ, ინსულინი გამოიყოფა, ინსულინი ხელს უწყობს, რომ ღვიძლმა ცხიმები წარმოქმნას და შაქრისგან ცხიმებს წარმოქმნეს, ანუ ბევრ ადამიანს გონია, რომ აი შაქარი რა არის? შაქარი ცხიმად გარდაიქმნება, ანუ ღვიძლი გარდაქმნის ცხიმად და ეს შაქარი, რასაც ღვიძლი წარმოქმნის, გროვდება ძირითადად მუცელში და მუცლის ცხიმები იზრდება. ამიტომ რაც მეტია ინსულინი, უფრო დიდია მუცელი. ესაა მარტივი ფორმულა. და როცა ინსულინის დონეს აქვეითებ, როცა შაქრის მიღებას ამცირებ, მუცელიც მცირდება და მცირდება. მეორეს მხრივ, ინსულინი ნატრიუმის შეკავებას უწყობს თირკმელებში ხეს და ნატრიუმის შეკავება, წყლის შეკავებას, ამიტომ შეშუპება და დამატებით გამობერილი მუცელი და სახეზე შეშუპება და სახეზე როცა შეშუპებას ხმობს ადამიანი, ესეც ხშირად ინსულინის ბრალია. როგორც კი ინსულინის დონე შემცირდება, აი ეს შეშუპებები და სახის განსაკუთრებით, რომელიც ადამიანებს არ უყვარს, სახეზე შეშუპებული ვარ, რო ამბობენ, მცირდება მნიშვნელოვნად და მუცელის პატარავდება. როცა შეამცირებ შაქრის მიღებას, ნაკლებათაც ქშია, ნაკლები კრეივინგები გაქვს. კრეივინგსა და შიმშილის შორის განსხვავება ის არის, რომ შიმშილი დგება ნელ-ნელა და ნებისმიერი საკვები გინდება. კრეივინგი არის, რომ აი უცებრო იტყურო ტორტი მინდა, ეგ არის კრეივინგი. კრეივინგების დონეც მცირდება და შიმშილის დონეც მცირდება. და კვება უფრო განსაზღვრადი ხდება, უფრო სტაბილური ხდება, უფრო კონტროლირებადი ხდება. ნაკლებად ჭამ ღამე.
ამას აკეთებს, როცა შაქრის მიღებას წყვეტ. რატო? ინსულინის სტაბილიზება აქვს მნიშვნელოვანი, ინსულინის სტაბილიზება როცა ხდება, შაქრის სპაიკები არ არის, არც ინსულინის სპაიკები არ არის, არც გლუკოზის ქრაში არ არის, გლუკოზის ქრაში არის, როცა ინსულინი მოიმატებს, გლუკოზა დაიკლებს და მერე შენ ძალიან გშია, იმიტომ რომ სტრესული ჰორმონები გამოთავისუფლება, ადრენალინი, კორტიზოლი და მადის სიგნალებს აძლიერებენ ეს სტრესული ჰორმონები და ამიტომ მე ძალიან გშია და როცა გლუკოზის ეს ქრაში არ ხდება, შესაბამისად მადაც მცირდება და ინსულინის ფლუქტუაციაც უფრო დაბალ დონეზე მიმდინარეობს და არა ზევით და არ იქნება ის სპაიკები, ინსულინის მომატებული დონეები, რაც მნიშვნელოვანია და რაც სტრესთან დაკავშირებული კვების ციკლებს წყვეტს. რატო? იმიტომ რომ ხშირად ადამიანები სტრესის გამო ჭამთ და ხშირად სტრესი დაკავშირებულია ემოციებთან, რამეზე ვინერვიულებს ჭამთ და ესეთ რაღაცებთან და როცა სტაბილურია ინსულინი, ნაკლები გლუკოზის ქრაში ხდება და სტრესის ინტენსივობაც მცირდება. ანუ ნაკლებად ნერვიულობ, ნაკლები ადრენალინი გამოიყოფა, ნაკლები კორტიზოლი გამოიყოფა და შედეგად ემოციურადაც უფრო ნაკლებად ჭამ. ამავდროულად, როცა ინსულინი დაბალია, ლეპტინი, რომელიც არის სიმაცხრის ჰორმონი, სტაბილურდება და უფრო რეაქციული და მგრძნობიარე ხდება ორგანიზმი მის მიმართ. და გრელინი, რომელიც არის შიმშილის ჰორმონი, ადამიანისთვის ხდება უფრო რითმული და უფრო სუსტი, უფრო მცირე ოდენობით გამოიყოფა და შესაბამისად ნაკლებადაც გშია. და დოფამინის რეცეპტორები იწყებს აღდგენას. მაგალითად 4 კვირის თავზე უკვე დოფამინის რეცეპტორები იმდენად არის აღდგენილი, რომ აღარ არის საჭირო, აღარ აქვს ადამიანს სურვილი, რომ რაღაცა ტკბილი ჭამოს იმისთვის, რომ სიამოვნება მიიღოს, რადგან სიამოვნებას იღებს უკვე ყოველდღიური რაღაცებისგან. კრეივინგებიც, როცა შაქრის მიღებას წყვეტ, მცირდება, დაბალი ინტენსიური ხდება, იშვიათი ხდება, ნაკლებ დომინანტურია. და აღარ ფიქრობ კი, ის არ გავა, ანუ თუ ვიღაცა შემოგთავაზებს, მოდი რაღაცა ტკბილი იქნებ ჭამოთ, კი, ტკბილს შევჭამდი, ამას იტყვი, მაგრამ ის აღარ იქნება, რომ ახლა აი შოკოლადზე ვფიქრობ და ვერ სხვა რამეებზე ვერ ვფიქრობ. ეს არ იქნება, აი ეს არის კრეივინგი. ხო, ან მეორეს მხრივ, როცა აი დამთავრე მაგალითად სადილის ჭამა და სადილის ჭამის მერე ეგრევე იწყებ დესერტზე ფიქრს და მოდი ახლა უცებ მივაყოლო ტკბილი, უცებ მივაყოლო ნამცხვარი. აი ეს არ იქნება, დამთავრებ სადილს, რაც არ უნდა იყოს, აღარ შეჭამ დანარჩენს დესერტს აღარ შეჭამ. ეს გაგიადვილდება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა წონადაც აისახება. მეოთხე რაც მოხდება შენს ორგანიზმში, როცა შაქრის მიღება შეწყვეტ, არის რომ კანი გახდება უფრო სუფთა, რადგან ანთება შემცირდება. რადგან აი ეს სიცითლეები კანზე, გამონაყარი, აკნე შემცირდება, კანის შეშუპება შემცირდება, კანი ნაკლებ რეაქტიული და რეაქციული გახდება და კანის სტრუქტურაც გაუმჯობესდება. ტყუილი არ არის ის, რომ ამბობენ ხოლმე, რომ ნახშირწყლები, აკნეს ნახშირწყლები აუარესებს. აზრი რა არის? როცა მაღალ გლიკემიურ საკვებს ჭამ, ინსულინის რაოდენობა იზრდება, ინსულინი რო იზრდება, ეს ზრდის ინსულინის მსგავს ზრდის ფაქტორს და ეს ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი ასტიმულირებს კანზე ცხიმოვან ჯირკვლებს და კერატინოციტების პროლიფერაციას იწვევს. ანუ კანის უჯრედებს ამრავლებს მოკლედ რა, სხვა სტუმრების რო თქვა და ეგ არის მე თავიდან თავი მაგ ყველაფერს, რომ ეს ფორები იხშობა, დაიხშობა, მე იქ ანთება ვითარდება, იქ ბაქტერიები მრავლდება და მე აკნე მაგითაც ჩდება. და როგორც კი შაქრის მიღებას შეამცირებ, ნაკლებ ცხიმიანი გახდება ეს კანი, ნაკლებად დაიხშობა და დამშვიდდება, გაიწმინდება. ეს არის რასაც იწვევს, რომ მოწესრიგებული გექნება ინსულინ რეზისტენტობა, ინსულინის მგრძნობელობა და ნაკლებ შაქარს. და ამას დამატებული კიდე სხვა დიდი უპირატესობები აქვს. ნაკლები შაქარი ნიშნავს ნაკლებ გლიკაციის პროცესს. ეხლა გლიკაცია ან გლიკირება ესეც შესაძლებელია, რაც ნიშნავს, რომ გლუკოზას აქვს უნარი დაუკავშირებს სხვა ცილებს და მათ შორის უკავშირდება კანის ცილებს, კოლაგენს და კოლაგენი აუცილებელია კანის სტრუქტურისთვის და როცა გლუკოზა დაუკავშირდება, მოკლედ კოლაგენი უკვე დაზიანებული, ანუ ჩათვალეთ, რომ როცა რაღაცას დაუკავშირდება გლუკოზა, იმ რაღაცას უკვე აზიანებს, არასტაბილური ხდება. შესაბამისად, თუ კი გლუკოზას დავასტაბილურებთ, ნაკლებ შაქრებს მივიღებთ, კოლაგენიც და სხვა ცილებიც უკვე ესად ფუნქციონირებენ და ეს გლიკაციის პროცესი ან ნაკლებად ხდება. და მესამე რა თქმა უნდა, კიდე მუცლის ცხიმი რომ მცირდება, მუცლის ცხიმი ნაკლებ ანთებით მედიატორებს გამოყობს, მაგალითად ინტერლეიკინ 6 და ტუმორ ნეკროს ფაქტორ ალფას და ეს ყველაფერი ერთად იწვევს, რომ მთელს ორგანიზმში ანთების დონე მცირდება. ორგანიზმში ანთების დონის შემცირება ნიშნავს, რომ ადამიანი ჯამში თავს უკეთესად გრძნობს. აი ის, რომ
თავს დაღლილად გრძნობს ხოლმე ადამიანი, ან რაღაცა ცუდის მოლოდინი რო აქვს და რაღაც შეგრძნებები რო აქვს რაღაცა ცუდის, ეგ არის ანთებითი მედიატორები, როცა იზრდება ჩვენს ორგანიზმში და თუ კი ადამიანს აქვს მუცელი და დიდი რაოდენობით ცხიმი გამოიყოფა და ეს ცხიმი აქტიურია და თუ კი ადამიანს აქვს მუცელი და დიდი რაოდენობით ცხიმი მუცელში ეს ცხიმი აქტიურია და გამოყოს მუდმივად ანთებით მედიატორებს, ამიტომ მთელი ორგანიზმი და კანიც მათ შორის არის ცუდ დღეში ზუსტად ამის გამო. მეხუთე რაც ხდება, როცა შაქრის მიღებას წყვეთ, არის რომ ძილი გიუმჯობესდება, ძილი ხდება უფრო ღრმა, უფრო იშვიათად გეღვიძება ღამე, უკეთესია რემძილის ფაზა, ის სიზმრების ფაზა ნაკლებ ფრაგმენტირებულია, უფრო დასვენებული იზრდება, ხო, ნაკლებ ფრაგმენტირებული azt ნიშნავს, რომ სულ რაღაცა სიზმარს ვნახულობდიო, რომ ამბობენ და გაგეღვიძება, მე სიზმარს ნახულ რაღაცა მე კიდე გაგეღვიძება, იტანჯები, მოკლედ მთელი დილა, მთელი ღამე. ეგ არის და ნაკლებ ფრაგმენტირებული არის, დაიძინებ ბავშვივით გაგეღვიძება და დასვენებული ხარ. აი ამას იწვევს, როცა შაქრის მიღებას წყვეთ. უფრო კარგად დასვენებული ხარ, უფრო სტაბილურია ძილი, რო გაიღვიძებ, უკეთესად გრძნობ თავს. და საჭმის კომაც არ ვდგება, რომ როცა ადამიანი ჭამს ბევრს დიდი ოდენობით განსაკუთრებით და ამბობს, რომ აი იმდენი ჭამე ხა უნდა წავიდე და დავწვე და დამეძინოს და ესეც ინსულინის პრობლემაა და დიდი რაოდენობის შაქრების მიღების პრობლემაა და ღამის ოფლიანობებიც დაკავშირებულია, რადგან გლუკოზა რო ეცემა, მერე ეს სიმპათიკური ნერვული სისტემა აქტივდება და ოფლი გამოიყოფა და ასე შესაბამისად ამასაც ასტაბილურებს თუ კი შაქრის მიღებას შეწყვეტ. და კიდე ბონუსად უნდა ითქვას, რომ როგორც კი შაქრის მიღებას შეწყვეტ, ნაწლავებში შენი მიკროფლორა უმჯობესდება და სასარგებლო ბაქტერიები იწყებს გამრავლებას, მაშინ როცა ეს ოპორტუნისტული ბაქტერიები მცირდება, რომელიც შაქრებს ჭამენ მოკლედ რა. და სასარგებლო ბაქტერიები, რომლებიც მოკლედ ჯაჭვოვან, ცხიმოვან მჟავებს ასინთეზირებენ, რაც ჩვენი ორგანიზმის არის სასარგებლო, იზრდება ადვილად, განსაკუთრებით თუ ბოჭკოვანის ჭამას მოუმატებ პარალელურად, ხო, საერთოდ ძალიან კაია. ეს რას აკეთებს? ნაწლავების კედელი ხდება უფრო დაცული. ეს ბაქტერიები, რომელიც წარმოიდგინეთ, რომ ნაწლავებში ძალიან აი მილიარდობით ბაქტერიებია რა. თითო პატარა ნაწილიც რო აიღო მილიარდობით ბაქტერიები და ეს ბაქტერიები მუდმივად ურტყავენ ამ ნაწლავს, რომ როგორაც გახვიტონ და რაღაცა ცილები გაუშვან ენდოტოქსინები სისხლში და მოწამლონ სისხლი. მუდმივად ცდილობენ ამას და თუ ნაწლავის კედელი არის მყარი, ნაწლავის კედელი არის კარგი, ენდოტოქსინები არ შედის მე ორგანიზმში, ანთება არ ხდება და ორგანიზმი უფრო მეტად დაცულია და ბაქტერიებიც ვერ ხვდება მე ნაწლავიდან იმაში სისხლში ადვილად და ამ ხრივაც უფრო მეტად დაცულია. აი ამიტომ ამ ნაწლავური მიკროფლორის მოწესრიგებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ნაკლებ შებერილობას იწვევს. კიდე რეგულარული ხდება უფრო კუჩი გასვლის ეპიზოდები და საკვების შემდგომი სიმძიმის შეგნება, რაც აქვს ხოლმე ადამიანებს, აღარ დგება, ან ნაკლებად დგება. ხო, რა თქმა უნდა, ეს შაქარის შეწყვიტე ჟღერს ადვილად, აქ ჩერდებიან ხოლმე როგორც წესი, რო ამბობენ, რო გეუბნებიან, შეწყვიტე შაქარი, ეს მოხდება და კაი, ძალიან კარგია, მაგრამ რა სირთულეებია? სირთულეები აქვს ამას, რა თქმა უნდა, არ არის ადვილი ეგრე რომ შაქარის შეწყვიტე მარტივი არ არის. რა ხდება? უნდა ვიყოთ მზად რაღაცების. მაგალითად, პირველი 3 დღის განმავლობაში იქნება გაღიზიანებული. გექნება კრეივინგები, ძალიან მოგინდება ტკბილი, გექნება თავის ტკივილი, იქნები დაღლილად იგრძნობ თავს, გეგონება რომ რაღაც ტვინი კარგად არ მუშაობს. ეს ხდება იმიტომ რომ დოფამინის ფლუქტუაციაა და შენ რო შეჩეული ხარ იმ შაქრებს და რაღაცებს სიტკბოს, შენ ტვინი გეუბნება რომ სად არის ის ძმაო, ის შოკოლადი და რაღაცები რომ მოქონდა. მომიტანე ისევ ხარ გაღიზიანებული, მოусვენრად, ბრაზობ, ადვილად ჩხუბობ და მაგრამ მზად უნდა იყო რომ ეს მოხდება. ამავდროულად ინსულინი მაინც მაღალი და გლუკოზის წყარო აღარაა, გლუკოზა დავარნილია და ორგანიზმი თავს გრძნობს ცუდად და ადამიანს აქვს მსუბუქი ჰიპოგლიკემიის შეგრძნება და ფიქრობს რომ რაღაცა ტვინი არ მიმუშავებს კარგად, აი სისუსტე მაქვს და ასე. ხო, ამ სისუსტეს და იმას ის იწვევს კორტიზოლი, სტრესული ჰორმონი იმატებს ორგანიზმისთვის, რა თქმა უნდა, რო დატოვებს შაქრების გარეშე და გლუკოზის გარეშე დატოვებს, სტრესია ეს და სტრესი რო კორტიზოლი გამუშავდება, სტრესული ჰორმონი და მე თავის ტკივილი გაქვს და თავს ცუდად გრძნობს და აურამჭირს და რაღაც ესე ხარ, მაგრამ უნდა იცოდე რომ შენს თავის ტვინში და შენს ორგანიზმში ხდება რეკალიბრაცია, დოფამინის მიმართ მგრძნობელობა აღდგება და უმჯობესდება და ცოტა ხანში იხილავს შედეგს.
მეოთხე მეხუთე დღიდან უკვე დაიკლებს ეს კრეივინგები, უფრო ნაკლებად ქშია, უფრო მეტი ენერგია გაქვს, საკვების უფრო გემრიელი გეჩვენება, ინსულინის სტაბილურდება, გრელინი იკლებს და ნაკლები შიმშილის გრძნობა გაქვს. მე-7 დღისთვის უკვე უფრო სტაბილური ხარ, ენერგიაც მომატებული გაქვს, ემოციური ჭამის ეპიზოდები თითქმის არა გაქვს და აღარ გიჭირს, ძილიც გაგიუმჯობესდება და ზოგადად მთელი ორგანიზმი მშვიდდება, ჰორმონული და ნეირობიოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება და მე-14 დღეს უკვე ეს კრეივინგები პრაქტიკულად აღარ არის, ანუ ის ტკბილის მოთხოვნა აღარ არის, აღარ გიჭირს. მანამდეც საერთოდ არ იყო გამქრალი, მაგრამ შემცირებული იყო და იმის მანამდე კიდე როცა იყო ისიც ტალღებათაა, მოვა, ისე მოგინდება ტკბილი, თუ აჯობებ თავს, აღარ მოგინდება, მაგრამ თუ ვერ აჯობებ თავს, შეჭამ ბევრს. ხო, და დოფამინის რეცეპტორების რესენსიტიზაცია უკვე მე-14 დღისთვის ხდება მნიშვნელოვნად. ეს არ არის ის, რომ ეიფორია კი არა გაქვს და кайფში კი არა ხარ, მაგრამ სიმშვიდე გაქვს და კმაყოფილი სიმშვიდე გაქვს, სტაბილური мотиваცია და სტაბილური ხასიათი გაქვს და პატარა რაღაცებითაც იღებს სიამონებას. მე-20 დღისთვის უკვე ენერგია სტაბილურად გაქვს, მუცელიც შემცირებულია უკვე მნიშვნელოვნად, შებერილობაც აღარ არის და სურვილი არაჯანსაღი საკვების მნიშვნელოვნად მცირდება. ემოციურად უფრო სტაბილური ხდები და კანიც გისუფთავდება. ანთების მედიატორები შენს ორგანიზმში დაიკლებს, ღვიძლში ცხიმის პროდუქცია შემცირებულია, ინსულინის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და ნაწლავური ფლორაც უკვე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და სასარგებლო ბაქტერიები ყავს ნაწლავში ბევრი, რაც კარგია. ახლა რა პრაქტიკული რჩევები შეიძლება გქონდეს, რომ რა შეიძლება გააკეთო იმისთვის, რომ ეს გაგიადვილდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეგრე მიყარო ყველაფერი ტკბილეული უცებლა აღარ შეჭამო, არ არის ადვილი. ყველაზე მთავარი არის, რომ ცილები უნდა ჭამო ყოველ კვებაზე. ყოველ კვებაზე უნდა ჭამო ცილა. ცილა პეპტიდი ვაი, გლიკოგენის მსგავსი პეპტიდის და გრელინის მდგომარეობებს აუმჯობესებს და შესაბამისად ნაკლებად გშია. ეგ არის მთავარი. გლუკოზის სპაიკები შემცირდება და მადის ყველაზე კარგი სტაბილიზერი არის ცილა, მოკლედ. ანუ ცილა, ხორცი, კვერცხი, თევზი, თხილეულობა, ეგენი არის ცილა. ცილას ჭამ მადა ბევრად სტაბილურია. ეს არის ყველაზე მთავარი. მეორე რაც უნდა გააკეთო, პირველი 2 კვირის განმავლობაში უნდა ეცადო, რომ დღეში 3-ჯერ რეგულარულად ჭამო. ანუ არ გამოტოვო ისინი კვებები, არ გამოტოვო, იმიტომ რომ მე ძალიან მოგინდება, მე რომ მოგინდება ძნელია უარისხმა, მე ბევრს შეჭამ, მე აგერება მოკლედ დღე. ამიტომ არ გამოტოვო კვებები, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მესამე რაც უნდა დაიმახსოვრო, რომ უნდა მოუმატო ბოჭკოვანის ჭამას. ბოჭკოვანი არის, ბოსტნეული, პარკოსნები, ეს ლობიო და ესეთი რაღაცები, ოსპი და რამეები და შვრია, მნიშვნელოვანია და ასევე თხილეულობა და თესლეულობა, ჩია, სელი და თხილეულობა თითქმის ყველაფერი. ბოჭკოვანი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბოჭკოვანი ინსულინის მდგომარეობას აუმჯობესებს, ნაწლავურ ფლორას აუმჯობესებს და ნაყროვანების გრძნობას აუმჯობესებს და უფრო მეტ ხანსაც ხარ დანაყრებული, ანუ ადვილადაც დგება და უფრო მეტ ხანსაც გრძელდება და მე ძალიან არ გშივდება. მეოთხე რაც უნდა გაითვალისწინო არის, რომ შაქრიანი სასმელები უნდა ამოიღო. აი კოლა და ეგეთი რაღაცები, ყველაფერი, ლიმონათები და რაღაცები. ასევე ეგ ყველაზე ცუდია რა მხრივ, იმიტომ რომ ანუ ინსულინის დონის მომატებას იწვევს ეგრევე და მადას კიდე არ დანაყრების შეგრძნებას არ გაძლევს მოკლედ რა და ეგ არის ყველაზე ცუდი ვარიანტი. ძილი არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით პირველი 4 დღის განმავლობაში, როცა გაღიზიანებული ხარ, ნორმალურად უნდა გეძინოს. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოკლედ და ხილი უნდა ჭამო და ბოჭკოვანი, ხილი ბოსტნეულით უნდა მიიღო, ხილი დამატებით პოლიფენოლებსაც შეიცავს, რაც მნიშვნელოვანია, ანთების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტური მოქმედებები აქვს, მოკლედ წმენს შენს ორგანიზმს და მაგითია კარგი და წყალი უნდა მიიღო საკმარის რაოდენობით, დეჰიდრატაცია არ მოხდეს. ხო, არ უნდა მიიღო ეგეთი ultra პროცესირებული ბრჭყალებში ჯანსაღი სნეკები, პროტეინის ბარებს შეიძლება ეწეროს, რომ შაქარს არ შეიცავს, მაგრამ შეიცავს იმ სახამებელს, რომელიც გლუკოზას ისევე წევს, როგორც შაქარი და მაგას აზრი არ აქვს. ანუ თუ კონკრეტულად იცი რას ჭამ მოკლედ და დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, შეიძლება, მაგრამ ის რომ შაქარს არ შეიცავდეს, მაგრამ სახამებელს შეიცავდეს, რომელიც შაქარზე უარესია, ეგ ამ ვაის გავეყარე, უის შევეყარე, იგივეა ზუსტად თეთრი პური, ან თეთრი პური ცალკე არ უნდა ჭამო. ან თუ მაინც და მაინც გიყვარს თეთრი პური, უნდა ჭამო ყოველთვის ცილასთან ერთად, ხორცთან ერთად, ლობიოსთან ერთად და ესე, ან ცილას უნდა, ან კვერცხთან ერთად, ცილას უნდა შეუხამო ყოველთვის, თორე შაქარზე
უარესად წევს იმას, გლიკემიური ინდექსი აქვს ძალიან მაღალი. რაც შეეხება 0 კოლას და 0 სასმელებს, 0 სასმელები არ არის ისეთი კატასტროფა, როგორცაც ამბობენ ხოლმე, რომ ისა ეგ შაქრიანზე უარესი, არა, შაქრიანზე უარესი არ არის, როგორც წესი. შეიცავს უმეტესად შეიცავს ასპარტამს, სუკრალოზას და კიდე სხვა დამატკბობებს ზოგჯერ და ეგენი შაქარზე და ინსულინზე როგორც წესი არ მოქმედებენ. დოფამინს აქტივებენ ცოტათი ოღონდ, კი აქტივებენ იმ მხრივ რომ ისა სითბოს რეცეპტორები რო აღიქვავს სითბოს დოფამინი ცოტა ზევით ადის, მაგრამ ისე არა რომ დოფამინის ქრაში მოყვეს ამას, იმიტომ რომ გლუკოზის ქრაში არა გაქვს, იმიტომ რომ ინსულინის ქრაში არა გაქვს და შესაბამისად ის მცირე დოფამინი, რასაც მაგედან იღებ, პირიქით ზოგჯერ გამოსადეგი შეიძლება იყოს. როცა შაქარზე უარს ამბობ, აი ეს 0 სასმელები შეიძლება ჩამნაცვლებლად დროებით, განსაკუთრებით პირველი 2 კვირის განმავლობაში იდეალური იყოს იმისთვის, რომ ეს ტკბილზე მოთხოვნება დაგიკმაყოფილოს, მაგრამ როცა იგრძნობ, რომ ნაკლები მოთხოვნა გაქვს ტკბილზე, მე ეგეც შეგვიძლია ამოიღო 2 კვირის თავზე, მესამე კვირისთვის. ხო, და აქ ეს უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ მეტაბოლური რისეთი მოხდეს, ან მეტაბოლურად ორგანიზმი დამშვიდეს, მაშინ 0 კოლა და 0 პეპსი და ესეთი რაღაცები შესაძლებელია ცოტათი მიიღო. მაგრამ შენ თუ გინდა დოფამინის რეკალიბრაცია მოხდეს, ანუ აი პატარა რაღაცებით რომ ისევ სიამოვნება მიიღო და ეს მოკლედ ბედნიერად კარგად იცხოვრო, ეგ თუ გინდა, მაშინ ჯობია რომ კოლაც ამოიღო ნელ-ნელა. ოღონდ ერთბაშად არ არის, ანუ 2 კვირა შეგვიძლია ამოიღო და მერე მაგალითად ჩაანაცვლო მინერალური წყლით, ლიმონიანი წყლით, ჩაანაცვლო ჩაით, ყავით, შესაძლებელია. ახლა კითხვა არის ხოლმე რომ ანუ აი ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ შესაძლებელია რომ გრძელვადიანად უარი ვთქვა შაქარზე, კი შესაძლებელია. ორგანიზმში რამეს გამოიწვევს, ცუდს, არა, ცუდს არ გამოიწვევს, თუ კი დამატებულ შაქრებს ამოიღებ, შეგიძლია ჩვეულებრივ შეუულიათ ეს ადამიანებს, განსაკუთრებით თუ კი მიიღებთ დიდი რაოდენობით ბოჭკოვანს, ცილებს, უფრო მეტად ადვილი იქნება, პირიქით, გულსისხლს ზარსვა დაავადებების რისკი დაიკლებს, დიაბეტის რისკი დაიკლებს და ღვიძლის გაცხიმოვნება დაიკლებს. შესაბამისად, არა მარტო ფსიქოლოგიური უპირატესობა გაქვს, რომ თავს კარგად გრძნობ, არამედ ბიოლოგიურიც, იმიტომ რომ მართლა კარგად იქნები. როდის არის ძნელი შაქრის ამოღება, ხო? ვიღაცები იტყვიან, რომ არ, ჩემთვის შეუძლებელია მაშინ, როცა ყველა ნახშირწყალს ამოიღებ, თუ ყველა ნახშირწყალს ამოიღებ ძნელია, თუ პერფექციონისტულად მიუდგები რომ ანუ ყველაფერი ან არაფრით პრინციპით თუ მიუდგები ძნელია და თუ ერთბაშად ყველაფერს ამოიღებ და თან სოციალური იზოლაციაც დაემთხვევა ამას რომ ან მე ჩემთვის უნდა ვიყო ეხლა და თქვენ რაც გინდათ ის გიქნიათ ყველას ეტყვი, ვერ იქნები ესე ხო? ნუ თუ ისე ძალიან ეული ადამიანი არ ახარ და ამ შემთხვევაშიც გაგიჭირდება რა თქმა უნდა. ამიტომ ძალიან მკაცრი შეზღუდვა არ არის საჭირო და ძალიან მკაცრი შეზღუდვები პირიქით ეგ პრაქტიკულად გამოწერილი ბარათია იმისთვის, რომ მერე ბევრს შეჭამ და binge restrict cycles ქვია, ანუ როცა ბევრს ჭამ, მერე თავს იზღუდავ, მერე ისევ ბევრს ჭამ და ტრიალებ ესე იმასავით, ზაზუნასავით, ხარ ეს იმაში სისტემაში, რომელიც ბევრს ჭამ, მე თავს იდანაშაულებ, მე და ანუ კვებითი ქცევის დარღვევაა ეს უკვე, ხო. ეხლა კიდე კითხვაა ხოლმე ესეთი რომ ანუ თქვათ აი ეს თქვი ამ ყველაფერზე უარი დაბრუნდება ისევ ეს ტკბილის და ტორტები მომინდება და შევჭამ მერე ძალიან ბევრს და თუ კი ნელ-ნელა მოქნილად იტყვი შაქარზე უარს, არ დაბრუნდება არაფერი და გრძელვადიანად შესაძლებელია მორალური ჩარჩო არაა საჭირო რომ ეს შაქრები ის მტერია და რაღაცა ფსიქოლოგიური ბარიერების აგება არ არის საჭირო. უბრალოდ უნდა იცოდე რომ მე ნელ-ნელა შაქარს ვანებებ თავს. გრძელვადიანად კი ბატონო, შესაძლებელია და უსაფრთხოა რომ შაქარზე უარი თქვა. იმით უმეტეს თუ დაბალანსებული კვება გაქვს, დოფამინის რამეს მოახდენს და დარღვევას და რაღაცებს გამოიწვევს დოფამინის ამბებში, არაფერს არ გამოიწვევს, მშვენივრად იქნები და იქნები აი ბავშვს რო რაღაც პატარა რაღაცები სიამოვნებს და კარგად არის, აი ეგრე იქნები შესაბამისად შესაძლებელია მასე უარის თქვა. ხო, ნუ ხილი არ არის მტერი, ხილი შეგიძლია მიიღო, პირიქით კარგია, ბოჭკოს შეიცავს, გლუკოზასაც სტაბილურად ზრდის და ნაკროვანებისთვის ნუ ცილა იდეალური მაგალითად ენერგიისთვისაც
და იმისთვის რომ მაგალითად საღამოობით არ მოგშივდეს. ძილი ძალიან მნიშვნელოვანია კრეივინგებს ამცირებს თუ კი ნორმალურად გძინავს, ანუ მაგას და აი დამატკბობლებზე ხოლმე კიდე საქარინის უკრაულო რაღაც სხვა ისინი როა დამატკბობლები მაგაზეა ხოლმე კითხვები და კი, ეგ როგორც იარაღი შეგიძლია გამოიყენო და არა როგორც გამოსავალი, რას ნიშნავს ახლა რომ თუ მაგალითად ტრანზიციის გარდამავალ ფაზაში როცა ანებებ თავს ტკბილეულზე ძალიან კაი ჩამანაცვლებელია, მაგრამ ის რომ შენი კვებითი ჩარჩო ააგო შაქრის და ესე დამატკბობლების გარშემო, ეგ არასწორია, ეგ არ გამოვა, ხო, და მნიშვნელოვანია ის რომ ადაპტაცია არ უნდა უგულებელყო. ნელ-ნელა მიიღწევა ყველაფერი, ნელ-ნელა მუდმივობით და არა იმით რომ ერთბაშად ხელი აიღო ყველაფერზე. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. შაქარზე თავის დანებება მართლა შესაძლებელია და საკმაოდ კარგი სტრატეგია იმისთვის რომ იცოცხლოთ დიდხანს მარტივად რომ თქვა. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ, ანგარიშის ნომრები მაქვს მითებული აღწერაში. თუ მოგწონთ ჩემი არხი და სხვა მხრივ გინდათ მხარდაჭერა, დალაიქეთ, გამოწერეთ, გააშიარეთ, დააკომენტარეთ, ნებისმიერი თქვენი აქტივობა მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.